ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ტრამპის არაერთი განცხადების ფონზე, რომ უკრაინაში ომს ინაუგურაციიდან 100 დღეში დაასრულებს, მსოფლიო ახლა განსაკუთრებით ელოდება, როგორი იქნება შტატების 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებები 1063 დღიანი ომის დასასრულებლად. ტრამპმა პუტინს უკვე მიმართა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, შტატების პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ტრამპთან ერთად, რომელიც ბაიდენის შემდეგ უკრაინის დახმარების კონტექსტში აკრიტიკებს ბრიუსელსაც, ევროკავშირის პოლიტიკით უკმაყოფილოა ვიქტორ ორბანიც. უნგრეთის პრემიერმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკამ უკრაინაში ომი ვერ დაასრულა. სანამ გაირკვევა, რას ითვალისწინებს ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო პოლიტიკა, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასობრივი საჰაერო იერიში განახორციელა. საბაზხოდ უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ახლა იმაზე უფრო აქტიურად განიხილავენ, ვიდრე აქამდე. ეს საკითხი როგორც ევროპის, ასევე ამერიკის დღის წესრიგში ნამდვილად არის. როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტმა მოქმედება უკვე დაიწყო. ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს ომის 100 დღეში დასრულება დაავალა. სამშვიდობო მოლაპარაკებები არის ის, რასაც დონალდ ტრამპი მხარეებს თავაზობს. თანამდებობის დაკავების შემდეგ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ არ მოერიდება სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თუ პუტინი ამ შეთავაზებას არ დათანხმდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის დახმარების ჭრილში აკრიტიკებს ევროპასაც. ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო კომპეტენტური პრეზიდენტი რომ მყოლოდათ, რომელიც არ ყავდათ, ეს ომი არ მოხდებოდა. ჩვენ ამაში გავერკვევით. ჩვენ ველაპარაკებით ზელენსკის, მალე ვესაუბრებით პრეზიდენტ პუტინსაც და ვნახავთ, როგორ განვითარდება ყველაფერი. ჩვენ მალე განვიხილავთ ამას, მაგრამ ერთი რამ მჯერა, რომ ევროკავშირმა გაცილებით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე ახლა იხდის. ჩვენ 200 მილიარდით მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ევროკავშირი. ანუ რა სულელები ვართ? ალბათ პასუხია დიახ, რადგან ისინი ასე ფიქრობენ. ევროკავშირი უზარმაზარ სარგებელს იღებს ჩვენთან ვაჭრობაში. რას უნდა მოიცავდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, რასაც უკრაინის პრეზიდენტი მკაცრად ეწინააღმდეგება, მიწების დათმობა. ზელენსკიმ საჯაროდ მოუწოდა ტრამპსაც ჰქონდეს მკაცრი რეაქცია და დაუწესოს სანქციები რუსეთს. იმ შემთხვევაში, თუ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის. უკრაინის პრეზიდენტმა ომის 1063 დღეს ისაუბრა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც. მან უნგრეთთან, სლოვაკეთთან და გერმანიასთან ერთად შეერთებული შტატებიც დაასახილა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. თუმცა ზელენსკი თვლის, რომ საბოლოო სიტყვა მაინც შეერთებულ შტატებს ეთქმის. არის 4 ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება დაინახოს უკრაინა ნატოში, ჩვენ ვიქნებით ნატოში, ყველა ამის მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად დაგვინახოს ნატოში, ჩვენ არ ვიქნებით ნატოში. ტრამპ შეუძლია რეალურად გამოიყენოს სანქციები. მან იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს. ის ბიზნესმენია. ის ამაში ძალიან კარგად ერკვევა. ამოიღოს მაქსიმალური მოცულობა ენერგეტიკიდან, შეამციროს მსოფლიო ფასი ენერგორესურსებზე და ის ამას გააკეთებს ყოველგვარი შეთავაზების გარეშე. ის თვითონ გააკეთებს ამას. ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს, რომ ის თუ არ შეწყვეტს ომს, გადასცემს უკრაინას ყველა იარაღს, რასაც უკრაინა მოითხოვს. რა თქმა უნდა, არა ბირთვულს. უკრაინის საკითხი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ნამდვილად პრიორიტეტული იქნება, ადასტურებს შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს განცხადებების. რუბიოს მტკიცებით, შეერთებული შტატების მიზანია კონფლიქტის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ომის განახლება გამოერიცხოს. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქვეყნის მთავარი ამოცანა ეროვნული ინტერესების გატარება იქნება. ჩვენ რესპუბლიკაში ამ მომრჩევლებით წყვეტენ ჩვენი ქვეყნის კურსს, როგორც საშინაოს, ისე საგარეოს და მათ აირჩიეს დონალდ ტრამპი, ჩვენ პრეზიდენტად. როდესაც საქმე ეხება ჩვენ საგარეო პოლიტიკას ძალიან მკაფიო მისიით. ეს მისია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ფოკუსირებული ერთ რამეზე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინწაწევა, რომლებიც მათ მკაფიოდ განსაზღვრეს მისი საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ის, რაც ჩვენ უფრო ძლიერს, უსაფრთხოს და უფრო განვითარებულს გვხდის.
ეს იქნება ჩვენი მისია. მთელ მსოფლიოში ჩვენი სამუშაო იქნება უზრუნველყოთ, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკა, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს. მე ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წაწევს და ამ შემთხვევებში და მე ვიმედოვნებ, რომ ასეთი შემთხვევა ბევრი იქნება, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები ემთხვევა. ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას. შეერთებული შტატების პარალელურად განიხილავენ ევროპის მიდგომასაც. ჩნდება კითხვები, რამდენად ეფექტური იყო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ომის დაწყების დღიდან დღემდე. მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აკრიტიკებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ამბობს, რომ ბრიუსელში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერც ომის დასრულება შეძლო და ვერც რუსეთის ეკონომიკა დაასუსტა. ის ფაქტი, რომ ბრიუსელს კვლავ სურს ომის დაფინანსება ძალიან ცუდია. ევროპული ეკონომიკისთვის ომის გაგრძელება ცუდია. სანქციების პოლიტიკის გაგრძელება ცუდია. უნგრეთი ამ სანქციებით ყოველწლიურად მრავალ მილიარდ ევროს კარგავს. უნგრეთი დიდი ხანია ამბობს, რომ მთელი სანქციების სისტემა ცუდია ევროპული ეკონომიკებისთვის და რა თქმა უნდა ცუდია უნგრეთისთვის. ევროპაში აღიარებენ, რომ მიდგომები ნამდვილად შესაძვრელია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გაია კალასი იზიარებს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არსებული ინვესტიციები არასაკმარისია. ევროპის მხრიდან სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტიციების ნაკლებობა სახიფათო სიგნალს უგზავნის აგრესორს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ საკმარისს არ ვხარჯავთ. დროა ინვესტირება მოვახდინოთ. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ რეალისტები რუსეთის მიმართ. რუსეთი წარმოადგენს არსებით საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის დღეს, ხვალ და მანამ სანამ ჩვენს თავდაცვაში ნაკლებ ინვესტიციას ვდებთ. დრო არ არის რუსეთის მხარეს, მაგრამ სულაც არ არის ჩვენს მხარეს, რადგან ჯერ საკმარისს არ ვაკეთებთ. ეჭვი არ უნდა იყოს ჩვენს გონებაში, რომ მეტი უნდა დავხარჯოთ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ომისთვის. პარალელურად კი რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს არ წყვეტს. ხოლო გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 130 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს. რუსეთისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. დაარტყეს ქვეყნის დასავლეთით მდებარე საავიაციო ქარხანას, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა. ასევე ვორონეჟის ნავთობის საცავს. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა ბოლო 1 კვირის განმავლობაში.